ლამაზი დღეა რა. სად ვართ? მოგესალმებით, მაგრამ ჩემაც მომითხრა ეს ოფიციალური მისალმებები თუ არ დაიწყო გადაცემებიო, მაგრამ მე მაინც დავიწყებ, მოვიდა ვნახოთ მე რა გამოვა. ცოტა ხნის წინ დავფიქრდი მაგაზე, რომ სიტყვა მისტიკა თურმე მისთიდან მოდის, რაც ნისლს ნიშნავს და მისტიკა ნისლიანი ყოფილა. მაგრამ როცა ცოდნა შემოდის, მისტიკაც უნდა გაქრეს წესით, იმიტომ რომ მის გაიფანტება ნისლი. ხოდა სადაც ცოდნა იქ მისტიკის ადგილი თითქმის აღარ არის. ხოდა ჩვენ ვეძებთ ცოდნას და ცოდნა მისტიკას აქრობს. ეს ზოგადი ფილოსოფიური შესავალი იყოს. წლების წინ, როდესაც ჩემში გაჩნდა სულიერი ძიების იმპულსი და შესაბამისად უამრავი შეკითხვა, რაღაც მოუსვენრობას მაძლევდა და არაფრის კეთება არ შემეძლო, სანამ ამ კითხვებზე პასუხს არ ვიპოვეთ. და თან ამ დროს ისეთი მდგომარეობა იყო გარშემო, რომ თითქოს არც არავინ ჩანდა, ვისთანაც შემეძლო ყველაფერზე საუბარი. სად იყო და სად არა, სწორედ ამ დროს Facebook-ზე გამოჩნდა ჯგუფი გნოზისი, სადაც ზუსტად იმ თემებზე იწერებოდა პოსტები, რა შეკითხვებიც მე მქონდა და რა შეკითხვებზეც პასუხს ვერ პოულობდი და ამ ჯგუფმა მთლიანად ჩემი ცხოვრება იმ პერიოდში მოიცვა და თითქმის ყოველ კვირა, შეიძლება უფრო ხშირადაც იდებოდა პოსტები. როგორც სერიალს ელოდებიან მაყურებლები, აი ეგრე ველოდებოდი ყველა პოსტის შემდეგი, როდის დაიდებოდა და აი თითოეული წერილის წაკითხვის შემდეგ ჩემში რაღაც ცოდნა შემოდიოდა, იხსნებოდა, მე რა იქ ხალხი ნელ-ნელა თავის გამოცდილებას წერდა, ხდებოდი რომ მარტო არ ვიყავი და პოსტის ავტორი მაშინ ესე ჩემთვის უცნობი ადამიანი იმა ამ სახელით წერდა. დაიწერა 4 წიგნი Facebook-ში ჩემ თვალწინ და არაერთი ადამიანის მონაწილეობით და ჩართულობით. და მოკლედ იმ აღმოჩნდა ეკატერინე მიქელაძე, ბიოლოგი, მეცნიერი და ძალიან საინტერესო და საყვარელი ადამიანი, რომელთან ახლაც მივა ინტერვიუს ჩასაწერებ. წავუნყევით ამ მოგზაურობაში, ეს არ იქნება დინამიური გადაცემა, ვიჯდებით და ვისაუბრებთ, მაგრამ დინამიური იქნება აი აქ და აი აქ. მადლობა ჯერ მარტო იმისთვის რომ ინტერვიუს დავხდით და იმისთვისაც რომ ხელა შრომაც გაწია მოკლედ ძალიან მიხარდა ეხლა რაღაც შესავალში საუბრობდი რომ მართლა სერიალებით ველოდებოდი ყოველ დღე ახალი თავი რო იდებოდა Facebook-ზე მაგითი ცხოვრობდი და ძალიან დიდი სიხარული შემოდიოდა რომ მომიყვეცა ეხლა თავიდან როგორ დაიწყო ყველაფერი რატომ დაიწყო და რა გზა გამოიარეთ თქვენ და გნოზისმა. ხო, როდის დაიწყო, კაი კითხვა, წინა ცხოვრებებში დაიწყო, მაგრამ ამ ცხოვრებაში დაიწყო ალბათ ბავშვობიდან. ბავშვობიდან აი მქონდა ეს შეგრძნება ეს ჩემ წიგნშიც არის აღწერილი, რომ მე მყავს ისინი, რაღაც სულიერი მასწავლებლები, აი ზუსტად ვიცოდი რა, რომ არიან რაღაც ისინი, რომლებიც აი მარიგებენ რაღაც ისეთ ცხოვრებისეულ რთულ სიტუაციებში აი მოდიოდა ეს რაღაცა ტელეპათიური აზრებივით და ეს ჩემთვის იყო ძალიან ბუნებრივი მდგომარეობა რა რომ აი ოღონდ ძალიან ისეთ მხოლოდ გარდატეხის მომენტებში იყო ხოლმე თავიდან ბავშვობაში და ვიცოდი რომ ამაზე არ უნდა მელაპარაკა მაგაზე არც უფიქრდებოდი რატო არ უნდა მელაპარაკა თან მეგონა რომ ავტომატურად რომ ალბათ ყველას ყავს ეს სულიერი მოძღვრები ისინი ან ეს ჩემთვის რაღაცა ბუნებრივი თანდაყოლილი მოვლენა იყო
და სიზმრები მქონდა ყოველთვის ძალიან განსხვავებული, ანუ სიზმრებიდან ხვდებოდი, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობდი აი სულიერ სამყაროზე, უხილავ სამყაროზე. და აი სადღაც 15 წლის ასაკში მარტო დავიწყე სახარების კითხვა. ფაქტიურად პარალელურად სახარებასთან ერთად ვივეკანანდას კითხვას დავიწყე და მახსოვს იმ პერიოდში სამოქალაქო ომი იყო და ჩვენი სახლი ხო სოლოლაკში იყო და პირდაპირ ჩანდა ეს როლები და ჩემთვის ვფიქრობდი რომ აი ხანძარი თუ მოხდა რამე თუ მოხდა ჩვენ სახლს რამე რას უნდა დავავლო ხელი და ვიცოდი რომ აი უნდა დავავლო ხელი ვივეკანანდას სახარებას და პასპორტს ესავი რაღაცა ეს მქონდა გადანახული მაშინ ანუ ეს ქრისტიანობა და ვედური ცოდნა რაღაცნაირად ჩემთან პარალელურად მოდიოდა მაგრამ ქრისტესთან მქონდა რაღაცნაირად ძალიან ცოცხალი შეხება და ეს შეხება წამოვიდა თავიდან ძალიან ნეგატიური გამოცდილებიდან, იმიტომ რომ სიზმრებში წამოვიდა ძალიან აქტიური თავდასხმები ამ რაღაცა დემონური არსებების პირდაპირ ხედავდი ამას რაღაც ისეთი კოშმარები მქონდა, რომელიც მე ცოტა ცხადშიც გადადიოდა, ცხადში ისე კი არა, რომ აი ჰალუცინაციები კი არ მქონდა, რომ რაღაცას ვხედავდი, უბრალოდ ვგრძნობდი, ძალიან ცხადად ვგრძნობდი რაღაცა უხილავ არსებას ოთახში ან ადამიანი თუ იყო რაღაცა შეპრობილი რაღაცა ეგეთი არსებით. ანუ ჩემზე თავდასხმებს გრძნობდი ხოლმე. მაგრამ განსაკუთრებით სიზმრებში კონტროლირებადი სიზმრები მქონდა ასე თუ ისე და ქრისტიანული ლოცვით შემეძლო ამ ეშმაკების გაღრა. და ამ იმ შესაძლებლობას იმდენად ჩავებღაუჭე აი ბავშვობაში რა რომ ამ ეს ლოცვა გახდა რაღაცა ძალიან ჩემი ცხოვრების ნაწილი და ქრისტეც გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი შესაბამისად. მაგრამ აი ეს გამოცდილება ესეთი გამოღვიძების მოხდა. ჩემი პირველი შვილი პატარა იყო და მარტო ვიყავი სახლში და იყო აი ქრისტიანული დღესასწაულის შენდობის დღე. ტვერსასრუტით წმენდი ოთახს კორიდორში და უცებ მქონდა ესეთი შეგრძნება თითქოს აი თავში აი კეფაში რაღაცამ დამარტყა და ეს გამივარდა ეს ტვერსასრუტი ხელი და უცებ აი ამნეზირებულ ადამიანს რომ უცებ უბრუნდება მეხსიერება ესეთი რაღაცა დამემართა რომ ვაიმე მეთქი აქ რას ვაკეთებ და ეს აქ ოღონდ იგულისხმებოდა ის კი არა რომ ჩემთვის ის არის ეხაც ვღელავ ხოლმე მაგ რომ ახსენდება ის კი არ არის რომ აქ ამ სახლში ან ამ ოჯახში ან ამ ქვეყანაში აი ამ მატერიალურ განზომილებაში დედამიწაზე, ამ პლანეტაზე, ამ სამყაროში რას ვაკეთებ, როცა ჩემი სახლი საერთოდ სხვაგან არის, ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობლები სხვაგან არიან და იქ უნდა დავბრუნდე. და აი ეს შეგრძნება, რომ სახლში ვარ დასაბრუნებელი, ისეთი მწარე იყო, ისეთი ძლიერი და ცოცხალი იყო, აი წარმოიდგინეთ, რომ უცებ დაკარგეთ მეხსიერება და სხვა ქვეყანაში ხართ, არ გახსოვთ თქვენი ოჯახი, მშვენივრად ცხოვრობთ და უცებ რაღაცა დაგიბრუნდეთ მეხსიერება და გაგახსენდათ, რომ ოჯახი, შვილები რაღაცა, ხო, აი როგორი სტრესია და აი ესე გამახსენდა, რომ თან აი თითქოს დავინახე ეს თეთრებს ჩაცმული ადამიანები, ნუ არ ვიცი შეიძლება სიმბოლური იყო, მაგრამ ქრისტეც დავინახე მათ შორის და აი მივხვდი, რომ აი ჩემი ოჯახი სადღაც არის სულიერ განზომილებაში, აი ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი და იქ უნდა დავბრუნდე. არ ვიცოდი რა გავაკეთებინა და ქრისტეს ხატი ავიღე და ესე დავჯექი და მეთქი იქამდე არ დავხუჭავ თვალებს და შევხედავ ქრისტეს ხატს. სანამ კიდე უფრო მეტი არ გამახსენდება. ხო და 2012 წელს მქონდა აი რასაც აღწერილია ჩემ წიგნში შეხვედრა ქრისტესთან. ეგეც აი დემონური თავდასხმის დროს მოხდა. მე ამ იესოს ლოცვით ვიგერიებდი, ამ იესოს ლოცვას ვიმეორებდი, სანამ ვამბობდი იესოს ლოცვას, ის ვერ მოდიოდა ჩემთან ახლოს, მაგრამ ამ სიზმარ სიფხიზლის ზღვარზე ისეთი მდგომარეობაა ძალიან ფაქიზი, ანუ რაღაც მომენტში შეიძლება ჩაგეძინოს, თუ დაგეღალა გონება, ან პირიქით აბსოლუტურად გამოფხიზლდე, ხო და მე ძილისკენ წავედი, იმიტომ რომ გვიანი იყო, დაღლილი ვიყავი და ანუ გრძნობდი, რომ უკვე აი всё დამეძინება ამას ლოცვას გავაჩერებ და ეს არსება რაღაცა, ანუ რაღაცნაირად შეეძლოთ ხოლმე აი ესე შენს ხეულში გაივლიდნენ ხოლმე რა თავდასხმების დროს და გართმევდნენ ენერგიას.
ეგ იყო ხოლმე ყველაზე ცუდი გამოცდილება, რაღაც ესეთი ცივი იმისავით მოდის, აი გეგონება კანი აგაცალეს და პირდაპირ ეს კანზე გეხებიან რა, ანუ ეს დემონური არსება თუ მოგიახლოვდა ძალიან ცუდი შეგრძნებაა. ამ მომენტში მოკლედ ძალიან ესე სასო წარკვეთილად ვთხოვდი ქრისტეს დახმარებას და უცებ ანუ დავინახე რომ ჩემ წინ ზის. და დავინახე, აი ისე კი არა რომ აი როგორც რეალურად აი როგორც შენზე ხარ რა, ეხა ჩემ წინან მივხვდებოდი რომ ეს რაღაცა პარალელური განზომილება გაჩნდა, აი თითქოს კიდევ ერთი კადრი რო დაადო რა, აი ამას რასაც ხედავ. და ეს კადრი ოღონდ ისეთი კია თან არის აბსოლუტურად რეალური, ანუ კიდევ უფრო მეტად რეალურია ვიდრე ჩვენი რეალობა, ეგ არის პარადოქსული რომ თითქოს ისეთი მყარი არ არის, ანუ შენ აი ფერებიც არის რეალობაში, ამ ფერებს აღიქვა, მაგრამ ეს ფერები თითქოს ინფორმაცია ფერზე და არ რეალურად ფერს ხედავ. აი მაგალითად ხედავდი რომ რაღაცა თეთრი ტანსაცმელი ეცვა ქრისტეს, მაგრამ ინფორმაცია მოდიოდა რომ თეთრი ტანსაცმელი ეცვა, აი ვერ გადმოვცემ. სხვანაირია ეს. მაგრამ აღქმა რომ აი ეს პარალელური სულიერი განზომილება არის რეალური, არის ძალიან მძაფრი. სრული შეგრძნება რომ ეს სულიერი განზომილება ბევრად უფრო რეალურია ვიდრე ჩვენი, აი რომელსაც აი ესე ვართ მიჩვეულები. და ნუ რაღაცა ესეთი საუბარი შედგა ჩვენ შორის, აი რა წიგში მაქვს აღწერილი. ანუ ეგ იყო კიდევ ერთი გამოცდილება, რომელმაც შემცვალა საერთოდ. მივხვდი რომ უკვე აღარაფერს აღარ მეშინია ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი რისი უნდა გეშინოდეს რა, სიკვდილი არ არსებობს, ქრისტე არსებობს, ანუ შეიძლება ლოგიკურად ვიღაცამ დაგიმტკიცოს რომ ან არ არსებობდა, ან ისეთი არ იყო, ან ესეთი, მაგრამ არსებობდა და არსებობს და ისეთია როგორი თავეჭდილებასაც ქმნის სახარების წაკითხვისას, ანუ ეგეთია როგორცაც აღწერენ და რეალურად არსებობს. ანუ მე მივხვდი რომ მე შემილია ჩემი ცხოვრებით ეს პლუს კიდე დავამოწმო. ამას ვერ დაამოწმებ რაღაცა ლოგიკური მსჯელობებით, აი მარტო შენი სიმართლის თქმით, შენი გამოცდილების გაზიარებით. თვითონ წერის პროცესი როგორი იყო? აი ეს წლები ხო, რაც წერდი, ფაქტურად ღამეები არ მეძინე. ეხლა რო ცოტა შევწყვიტე, ეხლა გამოვიძინე რა, ამდენი წლის მერე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იყო ესე, რომ ჯერ მოდიოდა სიზმარი, ვიღვიძებდი, ეს სიზმარი იყო კონკრეტული სიმბოლოებით და კონკრეტული ინფორმაციის მომცემი. ამ ჩემ თავებში ეგრეთ წერია სიზმარი. მე შევდიოდი აი ამ ზღრულ მდგომარეობაში, სიზმარ სიფხიზლეს შორის, აი რომ დედაჩემსაც ჰქონდა დაგწეთყობა გენეტიკურად გადმომეცა. ამ შუალედურ მდგომარეობაში უკავშირდებოდი მიქაელს, რომელიც ჩემი უშუალო წინამძღვარი იყო ამ პროცესებში. იყო ესეთი შინაგანი შეგრძნება თითქოს მზევით მიფრინა და მე აი რაღაც სარიელ სივრცეში ხვდები, სადაც გაქვს შეგრძნება, რომ ეს სულია, ეს ნათელი იერარქის და ნამდვილად ვერაურებ იმას დემონურ სულში, იმიტომ რომ ისეთი სიყვარულის და მზრუნველობის და მეგობრობის ის მოდის, რომელიც ვერ შენიღბავს დემონური არსება და ის მერე გაწვდის ინფორმაციას და ამ ინფორმაციას რო გაწვდის აი მცარიელ სივრცეში სურათებს ხედავ რა, შეიძლება უცებ აი ჰოპ და რაღაც ოთახში აღმოჩნდე და აქ რაღაცას გელაპარაკება. ხო და მე ხო იცი შენც რომ განხილული რაღაც ძველი სწავლებები, რელიგიები, როგორც ზოროასტრიზმი, უპანიშადებია განხილული და აი ამას რომ მიყვებოდა, ხო მეოფექს, რამდენი სხვადასხვა ნათელ მეოფესთან იყო კონტაქტი. მე რომ გამოვდიოდი ამ მდგომარეობიდან, ტელეფონი მედო ხოლმე გვერდზე უცებ ესე გეგმასავით ვიწერდი, რომ არ დამვიწყებოდა. კიდე რამდენჯერ მე ამ დიალოგს ვათამაშებდი, ერთი ორჯერ, სამჯერ თვიმში ვიმეორებდი. მე ვიძინებდი დღისით რომ ვდგებოდი, რაღაც მომენტში ვიწყებდი წერას, განსაკუთრებით როდესაც რთული იყო აი წიგნების განხილვის დროს, ხო, იქ წიგნიც უნდა გადამეშალა წერის დროს, მეპოვა ეს რაღაცა კონკრეტული ციტატა, ის ციტატა კი მახსოვდა. ანუ თან ამ დროს მეხსიერება რაღაცნაირი უნიკალური ხდება რა, აი
უშველებელი მასალა გამახსოვრდება, აი რო არის საიდან რა. წერის პროცესშიც განსაკუთრებით თუ ჩემ ოთახში ვიჯექი, უხმობდი ხოლმე მეუფის თანამყოფობას და ამას მე ვგრძნობდი, რომ ოთახში არის ეს თანამყოფობა და ესეც საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ აი ძალიან დიდ ენერგიას მაცლიდა რა პერიოდულად, აი ხანდახან წერდი, კი გაგრძელებაც მახსოვს, მაგრამ უკვე ვეღარ წერ, ვიძინებდი, მე ვიღვიძებდი, ისე ვაგრძელებდი წერას. ხო და აი სულ 24 საათი ფაქტიურად გონებაში მიტრიალებდა ეს თემები რა, განსაკუთრებით როცა რთული თემები იყო. სულ მანდ ვიყავი რა, ჩემი ცნობიერებდა გონებით და თან ეს რაღაცა სიარულის პრობლემები რო გამიჩნდა და ეს სამსახური ჩამეხსნა და ესე მოხდა რომ სახში ჩავჯექი. ანუ ამან ხელი შეუწყო ამ ყველაფერს რა, იმიტომ რომ დრო გამომითავისუფლდა, რომ აი ამ ყველაფერზე მეფიქრა და ამაში ყოფილიყავი ბოლომდე ჩართული. ეს სიარულის პრობლემები ვფიქრობ, რომ აი ნაწილი იყო თვითონ ჩემი სულის კონტრაქტი იყო ეგეთი რა, ანუ ეს არ არის კარგი რაღაცა, მაგრამ ისე მიდიოდა ჩემი ცხოვრება, რომ ახლა მეცნიერი ვარ და თანკვლევით მეცნიერებაში ვიყავი და ეგ რაღაცა ლექციების კითხვა, პროექტების კეთება, თან ორი ბავშვი, კი პარალელურად სულიერება ხო ეს ჩემი ნომერ პირველი ინტერესი იყო, მაგრამ ფიზიკურად მაგის დრო არ რჩებოდა. მაგის დრო რო გამჩენოდა, უნდა მომხდარიყო რაღაცა სასწაული, რომ აი ეს ყველა პასუხისგებლობა დაწყებული, რომ ბავშვი ყავს სკოლაში, წასაყვანი, წამოსაყვანი, იქ რაღაცა საყიდელი, მოსატანი, საჭმელი რაღაცეები, რომ ეს ყველაფერი ჩამოხსნოდა, ხო და ესე თან მაშინაც აი სიზმარში გამაფრთხილეს, რომ ნუ გეშინია საშინელი არაფერი არ მოხდება, ესეთი ფრაზა იყო რა და თავიდან ვერ მივხვდი, რომ აი რა უნდა მოხდეს საშინელი და მე მივხვდი, რომ ჯერ სხვაზე ვიფიქრე და მე მივხვდი, რომ ჩემზე იყო საუბარი რა. და მე ეს დამეწყო ეს ძალიან სწრაფად ეს პრობლემები. ხო და კი რაღაცა საშინელებაა ეს უცებ ფეხები რო გერთმევა და ვეღარ დადიხარ, ან ბოლომდე არა მაგ წართმეული ცოტა რაღაცა 1-2-3 მეტრის გავლა ხანდახან შემილია ხოლმე ყავარჯნებით რაღაც, მაგრამ ნუ ვერ დავდივარ. ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძნელია, თან მე ძალიან აქტიური ადამიანი ვიყავი, როგორც პროფესიულად სპორტსმენიც ვიყავი, მოთხილამურე და მოთხილამურესთვის ფეხები ყველაფერია, ხო და ძალიან ძლიერი ფეხები მქონდა. მახსოვს სკოლაში კაბების ჩაცვა მერიდებოდა, ესეთი დაკუნთული ძლიერი ფეხები მქონდა, ხო და აი უცებ საპირისპირო მდგომარეობაში რო აღმოჩნდები, მაგრამ და ეს წიგნის წერაც უცებ კი არ დავიწყე, რაღაცა ჩემაძმა მირჩია, რომ აი ამდენი რაღაცას რომ დაიწყეო წერაო. ესე როგორ ფიქრობთ, რატო გახდა საჭირო ამ ცოდნის გაზიარება? მე ვფიქრობ, რამდენიმე შრე არის რატომაც გახდა საჭირო, იმიტომ რომ ეხა მოდის ესეთი ინფორმაციული აღრევა ხო მსოფლიოში, ანუ ქრისტიანულ ქვეყნებში ძალიან აქტიურად შემოდის ეს ვედური კულტურის ელემენტები, რომელიც არის ძალიან კომპლექსური, რთული, მრავალფეროვანი, ძალიან ინტერპრეტაციის თემა, ყველაფერი, სხვადასხვა მიმდინარეობები, ეს კლასიკური ქრისტიანული მიმდინარეობები რაღაცნაირად სუსტდება, შეიძლება ითქვას ამის ფონზე. და აი მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აი ორიენტირები დასვა, აი თუნდაც აი ამ აი ქრისტიანობისთვის უცხო კულტურებიდან აი რა არის სწორი და რა არის არასწორი რა, აი ამ ინფორმაციულ ველში ესე ვთქვათ. აი შეათანხმო ვედური და ქრისტიანული წარმოდგენები, აი ეგ არის ალბათ ერთ-ერთი. მეორე არის ის, რომ ხო ითვლება, რომ ეკლესია არის რაღაცა must, ესე ვთქვათ, ღმერთთან ურთიერთობისთვის რა და სამღვდელოების პირები ფაქტორად შუამავლები არიან, მაგრამ რეალურად კი საჭიროა ეს სულიერი მოძღვარიც, საჭიროა, იმიტომ რომ ის იმან წესით გაცილებით მეტი იცის შენზე და დაგაკვალიანებს და გასწავლის ბევრ რაღაცას და მიგმართავს, მაგრამ ადამიანს უნდა გამომუშავდეს და უნდა კონდეს თავისი პირადი გამოცდილება,
ღმერთთან ურთიერთობის და ეს გამოცდილებები არის აღწერილი ზუსტად ჩემ წიგნში. ამ წიგნშია, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. იყო ალბათ მას შეუწყო ხელი თქვენმა სამეცნიერო გამოცდილებამ, ასე ვთქვათ, რომ ეს ძალიან ხშირად იყო, ასე ვთქვათ, მეცნიერული ნაშრომია ფაქტობრივად ჩემთვის ეს წიგნი, როცა ვკითხულობ, კი არის მეტაფიზიკური ინფორმაციები მოტანილი, კი არის სხვადასხვა ფილოსოფიური ნაზრებები, მაგრამ თვითონ თითქოს კვლევის მეთოდი რაღაცნაირად კვლევაზე დგას რა ჩემთვის ახლა ამ წიგნს როგორ თითქოს რაღაცა ხო, იმიტომ ეს ჩემი პროფესია მეტყობა ესეთი მიმართულება მისცა ამას. ეგ მინდოდა რომ მეკითხა რომ იმიტომ რომ მეც ხო კვლევაში ვიყავი, ანუ გერმანიაში, შვედეთში მუშაობდი ბიოსენსორის კონსტრუირებაზე მუშაობდით რა, ნეირობიოლოგიური კვლევებისთვის, ანუ სენსორი იყო ესეთი ამპერომეტრული ხელსაწყო იყო, რომელსაც ეგ თაგვების და წიწილების ტვინში ესე ვაერთებდით და ვზომავდით რაღაცა ბიოქიმიურ პროცესებს, რომელიც უნდა ყოფილიყო დაკავშირებული მეხსიერების ჩამოყალიბებასთან რა. ანუ ფაქტიურად ვიკვლევდით მეხსიერების ბიოქიმიურ საფუძვლებს, ოღონდ თან ვაწყობდით ამ ამპერომეტრულ ხელსაწყოს. და ეს იყო ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის თანაკვეთა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველაფერი ერთად იყო. ხო და ძალიან საინტერესო იყო ერთადერთი ჩემთვის მიუღებელი იყო ამ ცხოველების წვალება და მე მესმის რომ ახლა მეცნიერება რაღაც ესეთი გზით ვითარდებოდა, იმიტომ რომ ეს ადამიანისთვის კეთდება და რაღაცა პირდაპირ ადამიანზე ცდას ვერ ჩაატარებდა. მაგრამ მე არ მინდოდა, მაინც მივხვდი რომ მე არ მინდა რომ ჩემ ცხოვრებაში იყოს ეს რა. როგორ ვფიქრობთ, ისე რა მნიშვნელობა აქვს სულიერი ძიების გზაზე, თუნდაც სამეცნიერო ცოდნის და თანამედროვე. ხო და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროა ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ შენ შეიძლება ამ სამეცნიერო ცოდნამ, საერო ცოდნამ არ მიგიყვანოს ღმერთამდე, იმიტომ რომ მატერიას იკვლევ მაინც ეს სხვა რამეა. მაგრამ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ხო ეგეთია, ჩვენი ცნობიერება არის ფიზიკურ სხეულში, ხო ჩვენი სენსორული აღქმა გადის ამ სამყაროზე და ამ სამყაროს შემეცნება საჭიროა. გარდა ამისა ეს ჰერმეტიციზმის პრინციპია, ხო, როგორც ქვევით, ისე ზევით. ძირითადი კანონები, რომელიც მატერიალურ სამყაროში ვლინდება, ანალოგიური ვლინდება სულიერ სამყაროშიც და აი ეს პარალელებს აუცილებლად დაინახავ. თანამედროვე ეს სულიერი ადამიანი უნდა იყოს განსწავლული განსაკუთრებით მეცნიერებაში. საერთოდ სამყაროს აქვს ეს მათემატიკური კანონზომიერებები, აქვს ეს ანუ კი მეცნიერები ჩვენ ვერ დაამტკიცებ შეიძლება აი ამ შენი ხილვის მდგომარეობებს ან მეცნიერებმა რომ დაიწყონ კვლევა შეიძლება თქვან რომ ეგ რაღაცა ის არის ფსიქიკის ანომალია ან რაღაც მილიონი ან თითქოს სხვაგან არის რა ეს სულიერი გამოცდილება და სხვაგან არის მეცნიერება, მაგრამ მეცნიერების ცოდნა ჯერ ერთი გაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცა მართლა ბუნებრივი მოვლენები არაურიო სულიერ რაღაცეებში. ანსხვავებდე რა არის მატერია და რა მოდის სულიერი განზომილებიდან. ესე იყო, რომ ჩემი პირველი შეხვედრა მეუფესთან იყო ქრისტესთან და ქრისტემ გადმომამისამართა მიქაელ მთავარანგელოს, ვისაც ვეძახით, ანუ ეს სულიერი არსება, ერთ-ერთი სულიერი მასწავლებელია ადამიანებისთვის, თუმცა ამ მის მხარეს ნაკლებად იცნობენ, იმიტომ რომ ჩვენთან უფრო როგორც დაცვის ანგელოზია ცნობილი და ეს აბჯარში და რაღაცა ჩაცმული, რეალურად არის დიდი სიბრძნის მატარებელი არსება. ხო და ამ სულთან მე ბევრი ინკარნაციის მანძილზე მქონდა კონტაქტი და ესე მოხდა, რომ ამ ეხლაც, ანუ მასთან მოხდა დაკავშირება, თუმცა და მან გამომატარა მთელი ეს საფეხურები აი ამ სულიერი გამოცდილებების და ფაქტურად მისი გადმოცემულია ეს ცოდნა მაშინაც კი როცა სხვა მეუფეებთან მქონდა შეხვედრა, ისიც თან ახლდა ყოველთვის ამ შეხვედრებს. საინტერესო კიდე ის იყო ჩემთვის, რომ შეუძლიათ ბევრ ადგილას ერთდროულად ყოფნა. კი, შეუძლიათ ბევრ ადგილას ერთდროულად ყოფნა და
აი ადამიანი რო იწევს თანამყოფობას აი თითქოს შენ გვერდით არის, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ აი შენ დაყვება იმისავით რა, ჭრდილივით, ხო? ან ეს რეალურად მათ აი ჩემ წიგნშიც არის აღწერილი ეს ცნობიერების ფრაგმენტაცია რა არის რა, ანუ თავის ცნობიერების ნაწილს ტოვებენ თითქოს შენ გვერდით, ანუ შენ აურაში შემოაქვს თავის ცნობიერების ნაწილი და ეს აღიქმება შენ მიერ როგორც მათი თანაყოფნა, ანუ თითქოს გვერდით არის, მართლა არის გვერდით, იმიტომ რაღაც ცნობიერების ნაწილი აქვს დატოვებული. ეს ცნობიერების ფრაგმენტაცია რო შესაძლებელია, ანუ ცნობიერება რო ბევრ განზომილებაში კონდეს ერთდროულად რა, ეს შეუძლიათ მაგათ რა მრავალ განზომილებიანი ცნობიერება აქვს და აღმოჩნდა რომ ადამიანს შეუძლია მის გაკეთება, ანუ მეც განმაცდევინეს ეს გზნობა, აი ეს რო აღწერილი მაქვს რომ ეს ბუზი რო დადიოდა, შენ მაშინ ჯერ კიდე დავდიოდი უკვე ცოტა მიჭირდა, მაგრამ დავდიოდი და სამსახურის ვერანდაზე მეტლახზე ესე დადიოდა ბუზი და უყურებდია თან ჩაის ვსვავდი და უცებ ვიგრძენი რომ ჩემი ცნობიერების ნაწილი ამ ბუზის სხეულში შევიდა და დავიწყე ამ ბუზის თვალებით დანახვა. ფაქტი ის იყო რომ ჩემი ცნობიერება ორად გაიყო, ანუ თან ვიჯექი და ჩაისვავდი და აქაც ვიყავი და თან იქაც ვიყავი. და თან აბსოლუტურად კომფორტული იყო ეს მდგომარეობა ჩემთვის განა რაღაცა ის შემექმნა დისკომფორტი რო ორად გავიყავი. ხო და ახლა წარმოიდგინე ეს მაღალი რანგის სულიერი არსებები მაგათთვის ეს ძალიან ჩვეულებრივი და ბუნებრივი რაღაცაა. ამიტომ არის რომ აი ქრისტეს მაგალითად შეუძლია აი რამდენიმე როცა ლოცვებში მას მოუხმობენ პარალელურად თანამყოფობა მიულინოს ბევრ ადამიანს და რეალურად მისი დანიშნულებაც ეგ არის სულიერი, რომ აი ამ ბევრ ადამიანთან თანამყოფობით შეკრას ეს ქრისტესეული ცნობიერების მდგომარეობა ადამიანებში, ანუ წამოწიოს ყველა. ანუ ეს შეწუხება არ გამოდის, ხო? არ არის შეწუხება, პირიქით. ყველა ადამიანს ხავს მფარველი ანგელოზი როგორ ფიქრობ? ყველაზე ალბათ ეხა ძნელია თქმა 8 მილიარდ რაღაცა. აი ხო, მაგას მეკითხებიან ხოლმე და არ მაქვს ამაზე ესეთი ცალსახა პასუხი. მე ვფიქრობ, რომ აი ქრისტიანულ ეგრეგორში, აი ქრისტიანულად ვინც ინათლება, აი მონათვლის დროს მართლა რაღაცა იმას, იმიტომ რომ მე ნანახი მყავს აი ამ სიზმარხილოებში ანგელოზები, რომლებიც მუშაობდნენ ადამიანების დაცვაზე რა. აი ესე ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ, აი წითელი კეპკა ქონდა და რაღაც ადამიანის გარეგნობით იყო ძალიან, მაგრამ ანგელოზი იყო. მიქაელის და საქართველოს კავშირზეც თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ ერთი-ორი სიტყვით, იმიტომ რომ წიგნში არის აღწერილი, რომ არის აღწერილი მისი სხივი, რას ნიშნავს. არ მინდა რომ ეს იყოს არასწორად გაგებული, იმიტომ რომ ჩვენ ხო ცოტა მიდრეკილება გვაქვს ზოგადად ქართველებს ცოტა ესეთი ეროვნული ამპარტავნებისკენ. რომელიც ცოტა პატარა ერის კომპლექსშიც გადადის, მაგრამ რეალურად აი ეს ყველაფერი რო გადავაგდოთ, აი ეს გველეშაპთან მებრძოლი რაინდის არქეტიპი, რომელიც ქრისტიანობამდე ძალიან დამკვიდრებული იყო საქართველოში, ხო, მთების რეგიონებში განსაკუთრებით და ეს წმინდა გიორგის იმაში გამოიხატა და დღემდე ეს მთებში წმინდა გიორგის სახეხატი არის შერწყმული წარმართულ სახეხატებთან, რომლებიც ფაქტურად წარმოადგენენ აი ამ გველეშაპთან მებრძოლი რაინდის არქეტიპს რა. და ეგ ძალიან ძველი დროიდან მოდის და ეგ არის დაკავშირებული ამ მიქაელის იერარქიულ შტოსთან და ეს ძველი სიმბოლოა ნიშნავს საერთოდ აი ქაოსის ძალებთან მებრძოლ სულს, რომელიც წესრიგს ქმნის ქაოსიდან და ანუ სინათლის მეომარია რა, სინათლის ძალაა და ეს მისი იერარქია და მისი ენერგეტიკა არის ამ რეგიონზე. ამიტომ არის რომ ეს წმინდა გიორგი არის ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. და მთებში საერთოდ უფრო ძლიერიც კი ვიდრე ქრისტე და ეს გამოვიდა, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ქვეცნობიერად ახსოვს ხალხს.
აი რაღაცნაირად ჩვენთან ახლოს არის ეს არქეტიპი რა, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ბოროტებასთან, უსამართლობასთან მებრძოლი რაღაცა ძალა. სინამდვილეში ეს უფრო ღრმა აზრი აქვს ამას, როგორც აი ქაოსთან ბრძოლის შემოქმედებით ძალას, მაგრამ ეგეც არის, ხო, უსამართლობასთან და სიბნელესთან ბრძოლა და ამ ბრძოლას კიდე მრავალი მეთოდი აქვს, როგორც არის სიბრძნის გავრცელება, როგორც არის ბრძოლა შენი სიკეთით, სულიერი სინათლით, სათნოებით, ასევე ფიზიკური დაპირისპირებაც ხო სამართლობას რო ხედავ, გვერდზე არ უნდა ჩაუარო და თვალები არ უნდა დახუჭო. შენ თვალწინ თუ ვიღაცას ცემენ, აუ მე ამაზე მაღლა ვდგავარ, ესე არ უნდა მოიქცე, ანუ მრავალშრიანია. და უფრო გულისხმობს იმას, რომ აი შენ ხარ ნათელ მხარეზე, ნათელ ძალზე და აი ის ესეთი ენერგეტიკის გაპიროვნება ღვთაებრივი ძალიან სწრაფად აგროვებს სინათლეს ადამიანის სულში. ეს ფოკუსი იყო ამ ტერიტორიაზე, ეს იყო დაკავშირებული თვითონ პლანეტის რაღაცა თავისებურებებთან, მოკლედ ეს აღწერილია ჩვენ წიგნში. და ასევე დაკავშირებული იყო ენასთან და ამ დემიურგიის პროცესი, შემოქმედების პროცესია. ღვთაებრივი სულები როგორც ქმნიან რაღაცა სულიერ განზომილებაში და მე ის ხშირად მანიფესტაციას ახდენს ფიზიკურში, ესე პირდაპირ არა რომ აი ჰაერიდან რაღაცა გაჩნდეს, მაგრამ ესე ახდენენ გავლენას სულიერი არსებები ფიზიკურ განზომილებაზე ან თავისი მენტალური დემიურგიით, იმიტომ რომ რეალურად ყველაფერი არის ფიქრი, ანუ ჩვენ აი ხო თვლიან რომ რაღაც შესაძლოა კომპიუტერულ მატრიცაში ცხოვრობ. ჩვენ ცხოვრობთ მატრიცაში, ოღონდ ეს არის აზრობრივი მენტალური მატრიცა და არა კომპიუტერული. და ამ მენტალურ მატრიცაზე ეს სულიერი არსებები, როგორც ღვთაებრივი, ასევე დემონური თავისი მენტალური ძალით ზემოქმედებენ და მოკლედ დიდი ამბები ხდება, რაც ჩვენ საერთოდ გონზე არა ვართ რა. ხო და ერთ-ერთი მეთოდი იყო აი სიტყვით გერით შემოქმედება და არსებობს ესეთი ტერმინია ეს ღვთაებრივი ენა, რომელიც რაღაცნაირი ისიც სტრუქტურირებულია ამ გეომეტრიულ ფორმებში, ჰექსაგრამებში და ასე შემდეგ. და აი ეს არსებობს ეს რაღაცნაირი ღვთაებრივი ენა პირველადი. ხო და აი ქართველებს კიდე აი ხანდახან უნდა დაუკვირდა ხოლმე, როცა აი ერის სულიერ მისიაზეა საუბარი, რა არის ამ ერში აღქმული როგორც აი ნომერ პირველი მნიშვნელობის, ხო? აი ძველი დროიდან, ძალიან ძველი დროიდან რა ითვლება. ხო, ეს საქართველოში იყო ეს დედაუფალის ცნება, რომელიც მერე გადაიზარდა ღვთისმშობლის წილხვედრობაში. ხო, ესე იგი ეს რაღაცა ღმერთის აი ქალური იპოსტასთან რაღაცა ძლიერი კავშირი გვაქვს, ხო, ჩვენ. ეს გველეშაპთან მებრძოლი რაინდის არქეტიპი, რომელიც ეხლა წმინდა გიორგის სახელი და ადრე იყო სხვა ღვთისმშობლების ხო, ადრე ღვთისმშობლებს ეძახდნენ და წარმართობაში, ანუ ეს ძალიან ძველი დროიდან. ასევე ენა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ქართული ენა ეხლა კი ძალიან სახეცვლილია, ბუნებრივია, იმიტომ რომ უამრავი სხვა ენიდან შემოსული ელემენტებია, მაგრამ თვითონ აი გენეზისი ქართული ენის ხო ძალიან რაღაცნაირი თითქოს სხვა შტოდან მოდის, არ არის ეს დავუშვათ ინდოევროპული ენების ოჯახი. ენის ელემენტებითაც მოკლედ არის აი მიქაელის იერარქიასთან დაკავშირებული ეს ყველაფერი. მედი მაქვს რომ ეს ჩვენი მებრძოლი ხასიათი და მებრძოლი სული რაღაცნაირად არ ჩაქრება ბოლომდე. წიგნშიც გაქვთ აღწერილი ეგრეთ წოდებული მეცხრე დონის ცნობიერება, მამის ცნობიერებას, რასაც ვეძახით. ეს არის მდგომარეობა, როდესაც აი აბსოლუტურად სუფთა ცნობიერებაში იმყოფები, ასე ვთქვათ. მე დავაკავშირე ეგ, რასაც აღმოსავლეთში ეძახიან აი სატჩიტანან და ეს არის, ასე ვთქვათ, იოგის მიზანიც პრინციპში ეგ არის, რა წიგნებში ეგრე აღწერენ ყოველ შემთხვევაში. და იმ ცნობიერების მდგომარეობიდან ყველაფერი არის თითქოს როგორც სიზმარი. ჩემ ცხოვრებაში მოხდა, რომ აი თითქოს ეგეთი გამოცდილება დამემართა, როდესაც მაგ ცნობიერებიდან დავინახე სამყარო და ზუსტად რამდენიმე დღეში თქვენ დადეთ თავი მაგის შესახებ, თითქოს ერთდროულად ხდებოდა ამ ინფორმაციის დალექვა შემოტანა და ჩემი პირველი რეაქცია მახსოვს
ну, ძალიან დიდი რაღაცა სიხარულის აღტაცებით და რო აი ვახ ილუზორულია ყველაფერი, ну, ეს სიზმარია აბსოლუტურად ყველაფერი ხარ რასაც ხედავ. ილუზორულია, ოღონდ ამ ილუზიის დონე გასხოვდი. აი ეგ იყო, ხო. ხო, აი რაც უფრო ახლო ხარ გამოვლენილი სამყარო, რაც უფრო ახლოა აი ამ სულიერ პირველ წყაროსთან არსებობს, ეგ იცნება, ну არსებობს ხო, ეს სულიერი განზომილებები, მაღალ ვიბრაციული სულიერი განზომილებები. იქ რეალობის აღქმა არის უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენთან, ანუ შენ თუ შეგიძლია აი მოგზაურობა ამ სამყაროებში, აუცილებლად მაგას დააფიქსირებ რა, რომ აი ჩვენი რეალობა განსაკუთრებით სიზმრისეულია, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ამას ასე არ აღვიქვათ. რაც უფრო მკვრივ მატერიაში ჩადის ცნობიერება, მით უფრო ძლიერდება ეს მატყუარა ილუზორულობა, იმიტომ რომ მით უფრო მეტი გაიგივება ხდება შენი თავის იმ ფიზიკურ სამყაროს სხეულთან, ანუ ავატართან, რომელშიც არის ცნობიერება ჩასული. და აი მაღალ ვიბრაციულ სულიერ განზომილებებში თვითონ შენი ფიზიკური სხეულიც, ანუ გამოვლენილი სხეული შეიძლება რაღაცა ცეცხლოვანი ფორმა იყოს, მაგრამ რაღაცა ფორმაა მაინც, ხო? იქ არ ახდენ შენი თავის იდენტიფიცირებას იმ გამოვლენილ ფორმასთან. იქ იცი, რომ შენ ხარ მარადიული სული და აი ეს კონტაქტი აი ამ წმინდა ცნობიერებასთან გაქვს მუდმივი. და ამიტომ ხვდები, რომ შენ აი გამოვლენილ ფორმებში სადაც ხარ, აი როგორც კონტროლირებად სიზმარში, ხო, ხვდები, რომ სიზმარია და თან მოძრავ, აი ანალოგიური რაღაცაა რა და რაც უფრო მკვრივ მატერიალურ რეალობებში ჩადიხარ, აი როგორც ჩვენია, ეს კავშირი პირველ წყაროსთან იკარგება და ამიტომ შენი თავის იდენტიფიცირებას აკეთებ ფიზიკურ სხეულთან და ძალიან დაუცველი ხარ ამ დროს რა, იმიტომ რომ ფიზიკური სხეული ძალიან ესეთია მოწყვლადი, შეიძლება დაავადდეს, მოკვდეს და მთელი შენი ყველაფერი არის დაკავშირებული, რომ ფიზიკურ სხეულს რამე არ მოუვიდეს და შენი საყვარელი ადამიანის ფიზიკურ სხეულს რამე არ მოუვიდეს, იმიტომ რომ ის არის მე. ანუ მთელი აზრი აი ამ წმინდა ცნობიერებას რაც ეძახი და რაც აი ანგელოზები მამა ღმერთის ცნობიერებას ეძახიან და ქრისტეს ასე ეძახდა, ხო? და აი ამ გამოცდილების მიღება, რომ აი ეს რაღაც მომენტში იგრძნოს ცნობიერება, გახვიდე ამ ცნობიერებაში არის რისთვის? აი ამ გამოცდილებას როგორც იღებ და უკან რო ბრუნდება შენი ცნობიერება ფიზიკურ სხეულში, უკვე ცოტა შეცვლილი ხარ რა, უკვე ცოტა ხვდები, რომ ეს ავატარია რა და მე ვთამაშობ იქიდან ამ თამაშს. გეცვლება დამოკიდებულ პრობლემების მიმართ, სიხარულის ტანჯვის მიმართ, ყველაფრის მიმართ ცოტა იცვლება, თუ გახსოვს, რომ ხო აი მე ვთამაშობ და ის უბრალოდ ავატარია და მოკვდება ახალი მეყოლება. სხვანაირად თამაშობ, აი ეგ არის. ანუ ესეც ასე ვთქვათ თამაშია ეს ბრძოლა, რასაც ვამბობთ რეალურად თამაშია, მაგრამ თან არ არის თამაში, იმიტომ რომ რეალურად თვითონ ღმერთი ავლენს თავის თავს ამ ფორმებით რა, აი ეს ერთიანი ცნობიერება, რომელიც ამავე დროს ჩვენ ვართ და ჩვენ ეს ერთი არსება ვართ აბსოლუტური გონი. ანუ ამის უბრალოდ აი ეს მრავალმხრივად გამოვლენილი თავს ავლენს აი ბევრ განზომილებებში, ბევრ სამყაროებში, ბევრ ცოცხალ არსებებში და ეს თამაშია იმ ხრივ, რომ შენ უნდა გახსოვდეს შენი პირველ წყარო და რომ ეს დროებითი რაღაცა გამოვლინება და თან არ არის თამაში იმ ხრივ, რომ ეს ღმერთის გამოვლინებაა რა, ღმერთს აქვს აი აბსოლუტურ ცნობიერებას ორი ფორმა, განცხადებული და განუცხადებელი, როგორც უპანიშადებში წერია. ღმერთი ავლენს შენში ესე თავის თავს. და აი ეგ გაცნობიერება გვაქვს დასაბრუნებელი, მაგრამ ამის დაბრუნება არ ხდება მარტო გააზრებით. ეს გამოცდილება უნდა მიიღო ამასთან, აი ეს მისტიკური გამოცდილება უნდა მიიღო. და აი ქრისტიანობაში ამას აი რატო ითვლება, რომ ნამდვილი რწმენა ჩდება, როცა ღმერთი ეხება ადამიანს გულზე. იმიტომ რომ ეს ღმერთი შეხება გულზე, ეს არის ზუსტად აი გამოცდილების, მისტიკური გამოცდილების მიღება, რომელიც ცვლის, აი დაერთება მოხდა და სხვა ადამიანი ხარ რა. აი მაგ გადმოსახედიდან თუნდაც ის ბრძოლა, ეს დემონური გამოვლინებებიც, ასე ვთქვათ, მაგ ფორმითაც ღმერთი ავლენს თავის თავს. კი, მაგ ფორმითაც ღმერთი ავლენს თავის თავს. უბრალოდ ეს არის ყველაზე მეტად ღმერთს დაშორებული ფორმები რა. თუ ბოლომდე დაშორდნენ, ანუ რაღაცა პატარა იმითი მაინც კავშირში არიან ამ ღვთაებრივ ცნობიერებას, რახან არსებობენ, იმიტომ რომ
ღმერთის გარეთ არაფერი არ არსებობს რა. არსებობს ეგეთი ცნება, სულის ანიჰილაცია. თუ ბოლომდე მოწყდა ეს დემონური არსება, პირველ წყაროს ანიჰილირდება, უბრალოდ იშლება, ქრება რა და სულის ნაპერწკალი ბრუნდება პირველ წყაროში. ეს ანიჰილაცია ალბათ ძალიან ტანჯველი ტანჯველი განცდაა, ხო, სულისთვის, იმიტომ რომ განცდა მარადიული სიკვდილის განცდა, ეგრე სინამდვილეში წამებში ხდება, მაგრამ განცდა ეგეთი, იმიტომ რომ სული ზოგადად მარადისობის ცნებასთან არის დაკავშირებული. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დროისა და ენერგიის მოხვედით. აი მართლა იმ ხელა და უკიდეგან ცოდნა არის ჩემთვის, რომ ეხლა შეკითხვებზე მებადება და მინდა რომ მაყურებელთან მაქსიმალურად მივიტანოთ ეს სიმდიდრე, რაც გნოზისშია, მაგრამ თან ეგ ფაქტობრივად შეუძლებელია და ჩვენი მისიაც ხშირ დავამხოლმე არის, რომ უბრალოდ აისბერგის წვერი დავანახოთ ადამიანებს და მე თვითონ გაუჩნდეთ სურვილი, რომ დანარჩენი იკვლიონ და ეს მომწონდა ძალიან წამწყარება ეგზუპერის ფრაზა. ციგნზე, თქვენ ციგნზე, რომ ხომალდის აშენება უნდა ასწავლო ადამიანს. ხო, თუ გინდა რომ ასწავლო ადამიანს ხომალდის აშენება, კი არ უნდა მიუტანო ეს საშენი მასალები, უნდა შეაყვარო ზღვა, რომ იმას თვითონ მოუნდეს ხომალდის აშენება. ხო და ეგრე არის სულიერ სამყარო, უნდა გადასდო უკიდეგანო ზღვის სიყვარული და ის თვითონ ააშენებს ხომალდს. ხო და ამ სულიერ წიგნებსაც ეგ მისი აქვთ, რომ გადასდო ადამიანს წურვილი ღმერთთან კონტაქტის დამყარების, რომ მან თვითონ გააკეთოს ეგ, თვითონ თუ არ აღადგინა ადამიანმა თავის კავშირი ღმერთთან, ვერავინ ვერ გაუკეთებს ამას. ამ კავშირის აღსადგენად განზრახვა არის ალბათ უპირველეს ყოვლისა, ხო? განზრახვა და მეთოდებიც და პრაქტიკასაც ვერ დაარქვა, რაღაცა მარტივი რაღაცა მეთოდებიც ხო არის ამ წიგნებში რაღაც მოცემული და პრინციპში კლასიკური რელიგიებიც გაძლევენ ამის შესაძლებლობას, მაგრამ ეხლა აი ამ ცვლილებების ფონზე რაც მიდის თვითონ ადამიანების ცნობიერებაში და ცოდნასთან ერთად კიდე რაღაცა დამატებით გვეძლევა რა. მადლობა ძალიან დიდი მადლობა ამ სინათლის შემოტანისთვის.